თვის მათ უკვე დამთავრებული აქვს ევროპის ერთადერთი გათამაშების პირველი წრე მოგეხსენებათ 1002 წელზე 2 წრედ გაწერილი ასპარეზობა გახლავთ ჩვენს დღეს ვამთავრებთ პირველ წრეს და ერთადერთი რუსთა ნაკრებს აქვს ერთი მატჩი ნაკლებით ჩატარებული და ისინი უკვე 2 აპრილს გერმანიაში აუტსაიდერს გერმანიის ნაკრებს შეხვდებიან ეს არის და ეს სატურნირო ცხრილში ჩვენ წინა ვართ პირველ ადგილზე ევროპის ერთადასის მფლობელი საქართველოს ნაკრები უდგა სათავეში სატურნირო ცხრილში 7 ქულით რუსებს დღეისათვის 6 ქულა აქვს პორტუგალიელებს 7 მათ დაამთავრეს როგორც გითხარით ასპარეზობა და ამასობაში დავარტყით არეკნი დაარტყა მალაღურაძე რა ხდება იქ ბურთი ზესმოხდა არის ხაზი მოთამაშის ბურთიანად შეტანას არეკს ლელოჯობდა ეს ან 5 მეტრიანი შერკინა რომელიც ალბათ ეხლა დაინიშნება რაღაც სასწაულად განვითარდა მოვლენები აი ამ ჯერ შეუტია ურჯუკაშვილმა მერე ილია ზედგინიძე მერე გამოუტანეს ბურთი აქეთ გორგოძეს მისეს და ყველაფერი აი ეს რესურსი რომ ამოიწურა შეტევის მერე ბალაღურაძემ დაარტყა აი ნახეთ როგორ დაარტყა მან არეკნი თუ არ ვხვდები ძელს მოხვდა აი ნახეთ აბა იქ ვერ და არა მანამდე ვერ მიაღწია დავარდა ძირს და შემდეგ მათ 15 ნომერს კლიჩნიკოვს ჩაუვარდა ბურთი ხელში მაგრამ ეს ყველაფერი განვლილი ეპიზოდია 15-ში დაინიშნა შერკინება და აი ახლა ძალიან ახლოს ავართ მიზანთან ირაკლი აბუსერზე ჩვენი კაპიტანი შეაგდო ბურთი შერკინებაში მოეწყო გორგოძე ძნელია გორგოძის გაჩერება ჩინებულად თამაშობენ შემდეგ ვინ არის იქ ბურთით ეს არის ურჯუკაშვილი ისევ გორგოძე მიეძალა ვერ აქცევენ ჩვენ თაკაც ნახეთ სადამდე მივიდა 3 მეტრი შევა ჩათვლამდე ჩათვლის მოედნამდე უფრო სწორად ბურთს ისევ ჩვენ ვაკონტროლებთ კიდევ ერთი ფაზა შეტევისა მეტრი გაგვაშორებს ლელოს კიდევ ერთი დარტყმა იქნება აი ეს დარტყმაც ხავარი ახლა ბურთს უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად ჩვენ ირაკლი ნატრიაშვილის შუდევს აი ბურთი იქ წინ და ახოთ რა იქნება თვითონვე მოწყდა თვითონვე მიეძალა ჯერჯერობით წინ გადაადგილებას ვერ ვახერხებთ გულდაგულ იცავენ რუსები თავს და თავის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს კიდევ ერთი მცდელობა რა საოცარი ჟინია და რა საოცარი შემართება ახლოს ავართ ლელოსთან აი ეს უკანა ხედია როგორ ჩას უკანა ხედია კიდევ მეოთხე ლელო და ჩვენი სათადარიგოები შემოვარდნენ იქით ხურდებიან მეტოქის ლელოს უკან და ვინ შეიტანა პირველმა ნომერმა დავით ხინჩაგიშვილმა ესეც ხინჩაგიშვილის ლელო მეორე ტაიმის მეათე წუთს ჩინებულია ყველაფერი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს იმ სქემითა და იმ მონახაზით რომელიც ტიმ ლეინმა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თბილისში ერთკვირიან შეკრებაზე მყოფ თავის შეგირდებს დაუსახა და ისინი ზუსტად ასრულებენ იმ გეგმას რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ამ თამაშის წინ მათ მისცა შესანიშნავია ახლა რეალიზაციას დავარტყავთ 24-6 ანგარიში ეს კი ჩვენი მარკაფა რომელიც წუთი-წუთი არის მზად და ელოდება ნიშანს თიმ ლეინისა რომ შევიდეს მოედანზე მე მესმის ახლა ამ ბიჭების ძალიან ძნელია გარედან ყურება თამაშის მაშინ როდესაც ასეთი მოძალება გაქვს ენერგიის და გინდა ყველაფერი მოედანზე დადო და დატოვო ისევე როგორც მისმა პარტნიორებმა ერთი წუთის წინ ჩინებული ლელოთი გაგვახარეს მერაბ კვირიკაშვილი ემზადება რეალიზაციის დასარტყმელად უმეტესობა ალბათ ბოლო მეოთხეში მაინც შევა ნახოთ როგორ განვითარდება ცოტა გადაგვიგვიან და ის შეცვლი მარტო ერთი შეცვლა ქონდა და ბოლო 10 წუთში შევიყვანეთ 6-ში და აი თუ ანგარიში დიდი იქნება ალბათ უფრო ადრე შემოვიდეს და კიდევ უფრო დაშვენებულები იქნებიან ახალი და ვასილ კვირიკაშვილი აბაშიძე გვაჩვენეს ჩვენი მენეჯერი ეს ვასილ აბაშიძე გახდათ დიახ კვირიკაშვილი მოკლედ გამორბენი დარტყმა და აცდა ბურთი მიზანს ქარიანი ამინდია მარიუპოლში